ძლიერი გადადგმული ნაბიჯი, რომელმაც პირველი გამარჯვება საკუთარ თავთან მომაყვა. რაღაცა სიურპრიზი ხდებოდა ჩემთვის. დიდი. კარგი არა, მაგრამ მინდოდა მეფიქრა, რომ კარგი იყო. მოგესალმებით შემდეგ ეპიზოდში ქრისტინესთან. დღეს ჩვენი სტუმარი არის ადამიანი, რომელიც 3 წელია ცხოვრობს დიაგნოზთან ერთად. ქრისტინე კვიცარიძე დღეს მოგვიყვება თავისი ცხოვრების ისტორიას და ვისაუბრებთ მის ცხოვრებაზე დიაგნოზთან. მოგესალმები ქრისტინე, როგორ ახარ? მოგესალმები ქრისტინე, შენ როგორ ახარ? მადლობა მინდა გადაგიხადო ჩემი დაპატიჟებისათვის შენს შესანიშნავ პოდკასტში და ბედნიერება ის, რომ ჩემი ცხოვრებისეულ გამოცდილებას შევეცდები გავუზიარო ადამიანებს, რომლებსაც ეს ნამდვილად სჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივა და დასაწყისისთვის თუ შეგიძლია მოგვიყვე შენ შესახებ. მე ქრისტინე კვიცარიძე, ჩემს მეუღლესთან ერთად ირლანდიაში ჩამოვედი 2022 წლის საფულზე. მოვეწყვეთ ერთ-ერთ ცნობილ კომპანიაში. ეს იყო თავიდან დავსაქმდით, ეს იყო დაბალი პოზიცია, ვიყავით როგორც ყველანი ხდება ხოლმე. და ვაგრძელებდით ცხოვრებას ჩვეულებრივ რეჟიმში და ჩვენი დასახული მიზნებისათვის სწრაფვას. ქრისტინე, იცი რა მითხარი? როგორ იყო შენი ცხოვრება საქართველოში? საქართველოში როცა დავქორწინდი, ჩვეულებრივი მეოჯახე ქალის ფუნქცია შევითავისე, მაგრამ ამავდროულად ვიყავი ინგლისური ენის რეპეტიტორი. და 10 წლიანი გამოცდილება დავაგროვე, მყავდა ძალიან ბევრი მოსწავლე და რა ვიცი, ესე ოჯახთან ერთად შეხმატკივრებულად ვაგრძელებდი ჩემს პროფესიულ განვითარებას. და შემდეგ გადაწყვიტე, რომ წამოსულიყავი ემიგრაციაში მეუღლესთან ერთად. კი. აი, თუ შეგიძლია მითხრა, რამ გადაგაწყვეტინა? ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი იყო შენთვის? ანუ საქართველოში დატოვე შვილები, როგორც ვიცი? კი, ეს მარტივი გადაწყვეტილება არ იყო, მაგრამ როგორც ყველა ემიგრანტისათვის, ჩვენთვისაც რაღაც ეკონომიური კუთხით გვჭირდებოდა განვითარება და გადავწყვიტეთ მე და ჩემო მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოდი ჯობდა რომ ცალ-ცალკე სადმე წასვლას ისევ ერთად ხელჩაკიდებული გადაგვედგა ეს ნაბიჯი. ძალიან რთული იყო, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა ხანგრძლივი გეგმები. სულ სადღაც ხო როგორც ხდება 3 ანუ 4 წლიან ემიგრაციას ვფიქრობდით და მე ჩვენ შვილებთან სახლში დაბრუნებას, მაგრამ სცენარი შეიცვალა. როგორი იყო მოლოდინი და რა დაგხვდათ? სხვათა შორის მოლოდინი უფრო ცუცველოდი, ვიდრე აქ დამხვდა. პირველად მე და ჩემი მეუღლე სამუშაო ვიზით წამოვედით, ინგლისში ჩამოვედით. 6 თვიანი ვიზა გქონდა, იქ მარწყვის ფერმაში მუშაობდით და 3 თვის მერე დავტოვეთ ინგლისი და ჩამოვედით ირლანდიაში და პირველივე დღიდანვე წარმატებულად წარიმართა ყველაფერი. დღემდე შესანიშნავ მადლობა ირლანდიის სახელმწიფოს, შესანიშნავ გარემოში ვცხოვრობ, იმ დღიდან მოყოლებული და რა ვიცი, ლამაზად დაიწყო ჩემი ამ ქვეყანაში ფეხის დადგმა. ხო, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა ქონია თუ არა ისეთი დღე, როდესაც გიგრძნია თავი მარტოდ
კი, მაგას ხშირად განვიცდიდი, დიაგნოზამდე ხშირად განვიცდიდი მარტო თავს. იმიტომ რომ ხანდახან გჭირდება, იცი რა, ადამიანი რო დაელაპარაკო, რაღაცა გაუზია, რომ ამდენი უცხო ადამიანი, ახალ ადამიანებთან ურთიერთობები ცოტა ზოგადად ვაღიარებ ყველასთან, ვისთანაც დიალოგს მართავ ხოლმე, რომ შიში მაქვს ადამიანებთან ურთიერთობების. იცი რატო, მგონია, რომ აი ერთ დღეს შეიძლება დამტოვონ და შეიძლება ეს ბავშვობის ტრამვაა, არ ვიცი, ზუსტად, მაგრამ მგონია, რომ ნუ ახალ ადამიანებთან რო დავიწყებ ურთიერთობას, როგორი გამომივა, როგორ შევეწყობი, როგორ შემეწყობა, ეგ იყო და ხშირად მარტო სულად მიგრძნია თავი და ვაიმე ღმერთო, როდის გავა ეს წლები, რომ წავიდე და ჩემ შვილებს ჩავეხუტო და კი იყო ხშირად ეგ ფიქრი საკუთარ თავთან დარჩენის დროს. ბავშვობის ტრამვა ახსენე. ხო, ბავშვობის ტრამვა რამდენიმე ადამიანმა ესე უსიტყვოდ არაფერი დამიშავებია მის ცხოვრებაში, არც თვითონ დაუშავებია ჩემთვის რაიმე ისეთი და უბრალოდ ესე ერთი ხელის მოსმით შეწყვიტა ჩემთან კომუნიკაცია და ის ადამიანი ჩემთვის იმდენად კარგი და ძვირფასი იყო, აი ძალიან რთულად გადავიტანე ეს მიტოვების ამბავი. და ალბათ აქედან გამომდინარე დამრჩა ის, რომ მოდი ახლა ქრისტის მეგობარი თუ გავხდები, მაგალითად შენ რომ აგიღო, იქნებ ერთ დღეს მოვბესდე ქრისტის და დამტოვოს. და მე გადავიწყვიტე, რომ მოლოდინების გარეშე დავიწყე ცხოვრება. ვიფიქრებ, რომ ყველა დროებით არის ჩემს ცხოვრებაში და ამან უფრო გამიადვილა ეს ამ შიშთან ბრძოლა. ქრისტინე, გიფიქრია თუ არა, რომ უბრალოდ არ ღირს აქ ამ ემოციებიდან გამომდინარე, აი ამ სტრესიდან, მარტოობის შეგრძნებიდან და დავბრუნდები ჩემს ქვეყანაში. დავნებდები უბრალოდ. გულწრფელად გეტყვით, კი მიფიქრია, ეს სანამ დიაგნოზს გავიგებდი, მანამდე მიფიქრია, რომ მალე გავიდეს, რომ აღარ შემიძლია სახში, მინდა დედა, მინდა დასთან, მინდა ჭორაობა, მეგობრებთან გასვლა და ჩემი სამყარო მინდა. აქ მივხვდი, რომ პატრიოტი ვარ. მე რომ დღეს ჩანმრთელი ვიყო, მე რომ მეიმედებოდეს ჩემი ქვეყანა იმათ რომ იქ გადავრჩები თუ რაიმე დამჭირდება, ერთი წუთით არ დავფიქრდები, ისე მიყვარს ჩემი ქუთაისი. ისე მიყვარს და დავბრუნდებოდი. ხოდა ჩემი მეორე სახლი აქაურობა გახდა, იმიტომ რომ ჩემმა ცხოვრებამ ასე მოითხოვა. მაგრამ ის რომ იქ არ დავბრუნდებოდი არა. იქ ყოველთვის მინდა რომ დავბრუნდე. როგორ გაიგე შენ დიაგნოზის შესახებ? დიაგნოზის შესახებ გავიგე დაახლოებით 2022 წლის ნოემბერში დამეწყო ხველა. და ხველა გახანგრძლივდა დაახლოებით 5 თვე. ცდილობდი მივსულიყავი კერძო ექიმებთან, როგორც მოგეხსენებათ, ირლანდიაში ძალიან რთულია, ესე მარტივად მიხვიდე ვიზიტი დაჯავშნო ექიმთან. როდესაც მივაღწე იმას, რომ გადავიღე რენტგენი და ამ რენტგენზე რაღაც ისე არ იყო. გადამომისამართეს დუბლინის ერთ-ერთ მთავარ კლინიკაში, კერძოდ Mater Hospital-ში, საიდანაც დაიწყო ყველაფერი. და მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო. იმიტომ რომ ყოველი კვლევის შემდეგ ექიმს ცოტა ისეთი მზერა ქონდა ხოლმე და ცოტა დაკვირვებული თვალი მაქვს და აი საკუთარ თავში ხვდებოდი, რომ დგომი განვითარება ამ კუთხით. და მახსოვს emergency department-ის ერთ-ერთ სპეციალური დანიშნულების საწოლზე ფეხმორთხვით ვიჯექი, მეუღლე გვერდით მედგა როგორც ყოველთვის და ველოდებოდი საკუთარ განაჩენს. და ოთახში რამდენიმე ექიმი შემოვიდა და სახეზია აკრული ღიმილით, მაგრამ თვალებში ძალიან ღრმა სევდით. მითხრეს, რომ იცით, თქვენ მარცხენა ფილტვზე რაღაც 17 სანტიმეტრიანი დიდი წარმონაქმნი გაქვთ. და სანამ გააგრძელებდა იქვე დავასწარი კიბო მჭირს. არ ვიცი რატომ წარმოვთქვი ეს სიტყვები, ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის მე ზოგადად მიყვარს რაღაცები, გამოცდილებების დაგროვება. და ალბათ
ველოდებოდი იმ ფაქტს, რომ ერთხელ ჩემს ცხოვრებაში შემოვიდოდა რაღაც დიდი დაბრკოლება, რომელიც გამოიწვევდა ჩემს დიდ ტრანსფორმაციას. და ვიცოდი, რომ ეს დღე სწორედ იმ დღეს იყო. ეს იყო 2023 წლის 19 მარტი. და მითხრეს, რომ ხო, შეიძლება კი მომჭირდა. უცებ გადავხარშე ყველაფერი, მეუღლისთვის როგორ მეთქვა, რა ხდებოდა. მივხვდი, რომ ხდებოდა ყველაფერს, მაგრამ უკან შეტრიალება და მისი თვალების დანახვა ჩემთვის ერთადერთი პირველი სიგნალი იყო, რომ უნდა გადავრჩენილიყავი, რადგან ლევანს ეს ძალიან დაანგრევდა. ცოტა ხნით ლევანს ოთახის დატოვება ვთხოვე. ბოდიში საკუთარი ტკივილი დაახლოებით 5 წუთით გამოვუშვი გარეთ და მეერე ესეთი სიტყვები წარმოვთქვი, რომ ლევან, მე კი მომჭირს, მაგრამ აქ არ მთავრდება ჩვენი ცხოვრება. აქ იწყება ძალიან დიდი რამ. იწყება ბრძოლა გადარჩენისათვის. ეგ დამიჯერეთ არ არის ყოფითი ცხოვრებისეული ტრავმა. ეგ არის ემოცია, რომელიც მხოლოდ შენთვის არის, შენ გრძნობ, შენ განიცდი და ხვდები, რომ შენი შვილებისთვის უნდა გადარჩე ჯერ საკუთარი თავისათვის და მაშინ როდესაც ექიმებისგან ცოტა ისეთი შევეცოდე და ეგეთი თვალები დავინახე საკუთარ თავში, მაშინ გაიღვიძა იმ ცხოველმა ქრისტინემ, რომელმაც ის სიტყვები წარმოთქვა, რომელიც ალბათ მხოლოდ ღმერთის რჩეულებს აქვთ ხოლმე ეგეთი შესაძლებლობა თქვან და მე ვუთხარი, რომ გავიღიმე და ვუთხარი, რომ ექიმებს, რომ მე რა რო კი მომჭირს. ერთი წუთითაც არ შემიძლია სამყარო ჩემს გარეშე წარმოვიდგინო, ჩემი სამყაროში შედიან ჩემი ძვირფასი მეუღლე, ჩემი ძვირფასი შვილები და ჩემი ოჯახის წევრები. მერე დაიწყო ის, რაც დაიწყო. რამოდენიმე თვის შემდეგ გავიგე ზუსტი დიაგნოზი. მე ერთ-ერთი უიშვიათესი სახეობის კიბო დამედგინდა. ეს არის დიაგნოზი თიმუსის ჯირყვალზე, რომელიც სახელი არის თიმომა და ის ძალიან ახლოს მდებარეობს გულთან და მეტასტაზირებული არის ფილტვზე, დიაფრაგმაზე და პერიკარდიუმზე. და მითხრეს, რომ ეს მახსოვს ვინც ონკოლოგი, ვინაც დიაგნოზი წარმოიდგინა, ძალიან ფაქიზად ცდილობდა, რომ ეგ ყველაფერი ეთქვა. თქვენ ჩემთან საუბარში ესეთი რამე მითხარით, რომ მე არ ვებრძვი ამ დიაგნოზს, მე ვცხოვრობ მასთან ერთად. როდის დაიწყე ცხოვრება ამ დიაგნოზთან ერთად? აი იმ დღიდან, როცა ეგ გავიგე, როდესაც ექიმამ მითხრა, რომ შენ იცი უიშვიათესი სახეობის დიაგნოზი გაქვს და კაბინეტიდან რო გამოვედი და თვალები აცრემლებული, მაგრამ პირზე აკრული სულ ღიმილით, იმიტომ რომ მე ღიმილის გოგონა ვარ, ესე ვეძახი საკუთარ თავს. იქედან დავიწყე ცხოვრება ამ დიაგნოზთან ერთად. გადავწყვიტე და ჩავთვალე, რომ იცი, მე თუ ღმერთმა ესეთი განსაცდელი გამომიგზავნა, ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულ გოგოებს უგზავნიან განსაკუთრებულ დიაგნოზებს, არა, ქრისტინე? ვესაუბრე თავს მერე და ბევრ რაღაცებში გამოვუტყდი და მივხვდი, რომ მაგრამ ჭირდებოდა რა. უფრო მაგარი გოგო მინდოდა ყოფილიყავი. ცუდი ტიპი არასოდეს ყოფილვარ, მაგრამ უფრო
ტრანსფორმირებული ქრისტინე მინდოდა ყოფილიყავი. აბა მინდოდა რომ აბა ამასთან ერთად როგორ იცხოვრებ, აბა როგორ იქნები, ეხა თუ შეგიძლია იყო კარგი. ცხოვრება ერთად. ჩვენი ცხოვრება ერთად ძალიან კარგია. აი რა გითხრათ, ხშირად რო დავფიქრდები, ვეღარ წარმომიდგენია სამყარო, ანუ ჩემი სამყარო ამის გარეშე. იყო საუბარი იმაზე, რომ ერთი ოპერაცია გამიკეთეს, მე ისევ დამიბრუნდა დიაგნოზი, უფრო მეოთხე სტადიის კიბო მაქვს, მაგრამ რემისიაში მადლობა ღმერთს, მაგრამ ეხა რომ მითხრან რომ მოდი ოპერაციას გაგიკეთებ, არ ხერხდება რომ გამიკეთონ, იმიტომ რომ შეიძლება დიდი ალბათობით ფატალურად დასრულდეს და შედეგი არ იყოს ის რაც გვინდა. ძალიან კარგად გრძნობ თავს. აი ფიქრობ გასაღები ვიპოვე გადარჩენის. გასაღები არის სიყვარული. ყველაზე დიდი მტერი თუ კიბო უნდა იყოს ჩემთვის, მოდი და კიბოსაც შევიყვარებ. რატომაც არა. ძალიან მიყვარს ჩემი დიაგნოზი. ეს არის შენი ტრანსფორმაცია. ეს არის ჩემი ტრანსფორმაცია კი და მგონია რომ ეს რო არ ყოფილიყო. ბევრი ცხოვრებისეული ტრანსფორმაციები მაქვს განცდილი, მაგრამ ეგეთი გოგო ვერ ვიქნებოდი. აი როგორი გოგო იყავი დიაგნოზამდე? დიაგნოზამდე ერთი ჩვეულებრივი გოგო, ჩვეულებრივი ცხოვრებისეული პრობლემებით, ოჯახის ქალობით და ასე შემდეგ. ყოველდღიური როგორი გოგო ხარ ახლა? ეხლა ვარ ეხლა რო ჩემში ვინმეს ჩაახედა, აი ძალიან მიყვარს ჩემი შინაგანი მე. ძალიან მიყვარს ის ვინც ვარ. იმიტომ რომ ყოველ წამს და წუთს ვგრძნობ ერთ დიდ ძვირფას პიროვნებას ჩემში, უფალს, რომელიც ყოველთვის შიგნიდან მეუბნება რომ შენ ჩემი გოგო ხარ. აი ეს ხარ, ვინც ხარ, ეგეთი უნდა ყოფილიყავი და ვფიქრობ რომ კიდე რო რაიმე მოხდეს. და ვთქვათ რემისია შემიწყდეს. ეხლა ველოდები რამდენიმე დღეში პასუხს უკვე წინასწარ გონება გეგმავს ახალ გადარჩენის მეთოდებს, როგორ უნდა გადავრჩე. ხო და განსაცდელი რომ მოდის, უფალი ორ გზას გვაძლევს. შენ სწორად უნდა წაიყვანო შენი თავი, საით მე წავიყვანე იქეთ, რომ აი არ ჩამithვლია რომ რატო ქრისტი შენ ბევრ პაციენტს აქვს მსგავსი კითხვარი საკუთარ თავთან, აი დედას გეფიცებით, ჩემს სიცოცხლეს გეფიცებით, აი არასოდეს მithქვამს რომ რატო მე არა, ვინ ვარ რომ მე არა. ალბათ ამ ლამაზმა ფიქრებმა, უფლისგან გამოგზავნილმა მესიჯებმა განაპირობეს ის, რომ მე დღეს ცოცხალი ვარ. მთელ ამ პროცესში არასოდეს არ ყოფილა დანებების მომენტი? აი რაღაცა ის ერთი წამი რომ ერთ შემთხვევას მოგიყვებით. მიუხედავად იმისა, რომ რემისიაში ვარ, ხშირად მიწევს კლინიკაში ყოფნა, იმიტომ რომ ჩემი დაბალი იმუნიტეტის გამო სულ ფილტვების ანთება მაქვს და ინფექციები გულმკერდის და ერთ დღეს მოვხვდი კიდევ კლინიკაში, ემერჯენსიში ვწევარ და გულისცემა აი 200-ე მივიდა, უკვე აყვერდა აპარატი და მაშინ კიდე მე რამდენიჯერ არ ვიცი, მაგრამ სიკვდილს ჩავხედე თვალებში. და ვაკვირდებოდი საკუთარ თავს, რას განვიცდიდი, რას გრძნობდი, აბა სიკვდილთან ძალიან ახლოს მეშინოდა თუ არა. აბა ვიყავი მაგარი გოგო თუ არა ისევ. ვიყავი მაინც ბოლომდე ვიყავი და ბოლომდე რო ჩავუღრმავდი ამ ყველაფერს და უკვე ძალიან მტკიოდა და გული უკვე ჰაერში იყო. იშვიათად ვაწუხებ ღმერთს, რომ ღმერთო გადამარჩინე, თქო, აი დედას გეფიცები, იშვიათად ვამბობ ხოლმე. უბრალოდ ვამბობ სულ რომ უფალო, შენი ნება იყოს ჩემი სიცოცხლე. ხო და იმ დღეს უკვე რო ბოლომდე ჩავიყვინთე, მახსოვს ეგეთი სიტყვები აღმოხდა, დედას გაფიცებ უფალო, ოღონ დღეს არა. დღეს არა, იმიტომ რომ ვერ წარმომედგინა მე რომ იქ იმ დღეს აიმე დამმართმოდა და ჩემი ძვირფასი ლევანი იქ მოვიდოდა, არ მინდოდა რომ აი ცუდად გამხდარიყო და მეთქი დღეს არა ღმერთო, აი დედას გაფიცებ ღმერთო, რომ დღეს არა და მაშინ ყველაზეძლიერად ვთხოვე ღმერთს ჩემი გადარჩენა და მახსოვს აი არაფერი მედიკამენტი არ დაუხმარებიათ, ისე დამისტაბილურდა ყველაფერი და მაშინ
კიდევ ერთხელ ვიწამე ღმერთი და კიდევ ერთხელ მივხვდი რომ აი რა ბედნიერი ვყოფილ ვარ რომ ამ დიაგნოზთან ერთად ღმერთი უფრო მაგრა განვიცადე და ვიჯერე და მივხვდი რომ აი არ ტეხავს ტკივილები პირიქით ტკივილზე მე ავაშენე საკუთარი თავი და ვაშენებ ყოველდღიურად. მინდა ხანდახან თქვა რომ იცი ლევანი არის ჩემი სული და გული. ლევანი არის ქმარი რომელიც ვისურვებდი რომ აი ყველა ქალს უნდა ყავდეს. ისეთი ქმარია. და მინდა რომ მას გავუზიარო ხოლმე რომ იცი ლევან ეს ვიფიქრე, მაგრამ ლევანს მოსმენის ეშინია. რადგან გონია რომ თუ კი აი ვიტყვი, რასაც ვიტყვი, რაღაცა ვერ გაუძლებს და მეუბნება რომ მოდი რა მაგი არ გვინდა, არ ვისაუბროთ და ყველაზე რთული რა არის იცი, ანუ ხო არ უსწორებს და მე ყოველთვის სადარაჯოზე ვარ რომ კარგსაც ვხედავ, ჩემს მომავალს კარგადაც ვხედავ და ბევრჯერ ცუდი სცენარიც შემიქმნია, იმიტომ რომ ეხა კიბოსთან რო ვთამაშობთ არ ვიცით ვინ წავაგებთ და ვინ მოვიგებთ. ხო და ეს არის ჩემი სატკივარი რომ ხანდახან მინდა ვთქვა იცი ხალხნო მოდი დავიღალე. უბრალოდ ოჯახის წევრებს უთხრათ და ოჯახის წევრებს ბოლომდე არ ესმით. არ დაიღალე ახლობლები ამ ყველაფერს. ხო, ანუ იცი ტირილის საშუალებას არ მაძლევენ ხოლმე. იმიტომ რომ მე შევქმენი ადამიანებს ეგ არავის ვადანაშაულებ მე არ უნდა იტირო არ უნდა იყვირო ზოგჯერ ყვირილი მინდება ხოლმე ეხა ერთ-ერთ ორგანიზაციაში მუშაობა დავიწყე და იქ ერთ-ერთი კლიენტი წავიყვანე ექიმთან ვიზიტზე და ეს კაც ფსიქიატრიული დიაგნოზი აქვს და ქუჩაში რომ მიდიოდა ყვიროდა ხოლმე და მეთქი რა ვქნა ეხა და მე ვთხარი მოდი რა ერთი რაღაცა შენთან ერთად მინდა გავბედო მეთქი და რა უნდა გავბედო ჩემგან რა უნდა ისწავლო და მეთქი ეხა კლინიკიდან რომ გამოვალ ქუჩაში ვიყვიროთ ერთად თქვა აი აყვირებ და ამ კაც რაღაცებს ცუდ სიტყვებს იძახოდა და ვდგავართ კლინიკის წინ და ერთი დიაგნოზირებული გიჟი ყვირის და მე მეორე მე მისგვერდი და აი როგორ დავიცალე იცი ამ ოვისუნთქი ამ უცხო ადამიანთან ერთად მე ამ ემოციის გამოხატვით თავისუფლება ვიპოვე და გამთავისუფლდი და ეს არის ოდნავ ჩემი სატკივარი თორე სხვა არაფერი. ქრისტინე ამ დროს ადამიანები ცდილობენ გვანუგეშონ, მაგრამ არის სიტყვები, რომლებიც პირიქით გულსაც მტკენენ. ხო. აი რა იყო ამ დროს შენთვის ეს სიტყვები, რომელიც ძალიან მტკენდა გულს? ხო, ანუ ზოგადად ბანალური სიტყვები, ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება. ეგ არის მეოთხე სტადია კიბორუაკ ადამიანს და უკვე ქიმიოთერაპია რო გაიგეთა და უკვე გონდაკარგულია. ქრისტი ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება. ვიცი ეხა სხვა რა უნდა უთხრე ხა ადამიანს, მაგრამ ამ დროს ეგ არის ძალიან ეხავს twinისთვის, იმიტომ რომ კაი რა ვკვდები და რა ყველაფერი კარგად როგორ იქნება. ანუ აქ არ მომატყუო, ნახე, ამ დროს მინდებოდა რომ უბრალოდ ჩუმად იდგე და მიყურო. სტიმულს რა განუგეშებს? სტიმულს მაძლევს ის, რომ დავიჯერებთ, ერთადერთი მასტიმულირებელი საკუთარი თავისათვის მე ვარ. მადლობა ღმერთს და ვიზუალურად არასოდეს შემტყობია, რომ ავად ვიყავი. მე ყოველ შემთხვევაში ვერ აღვიქვამდი ავადმყოფად საკუთარ თავს და ყოველთვის ვცდილობდი, რომ აი ისე გამოვიყურებოდე, რომ მე რო სარკეში ვხედავ ქრისტინას, ეს ქრისტინე ჯანმრთელია. ეს უმაგრესი გოგო ჯანმრთელი გოგოა და სხვისი სიტყვები უკვე გავლენას ჩემზე ვერ ახდენს. და მე ვარ საკუთარი თავისათვის ის თავარი პრიორიტეტი, რომელიც ვეთქვი, რომ ქრისტი შენ დღეს კარგად ხარ, ლამაზი ხარ და დღეს კიდევ ახალი დღეა, რომელიც უნდა იყოს ძალიან ესეთი მყისიერი და ესე ვამოტივირებ საკუთარ თავს. ქრისტინე, როდესაც მოისმინე სიტყვა რემისია. აი ეგ ემოციები რომ იყო. ეგ იყო, ეგ მოისმინე 2000
2025 წლის 17 დეკემბერს. ბარბარობა იყო და მე ქუთაისში წასვლას ვგეგმავ და მე ვარ საქართველოზე და ჩემს ქალაქზე შეყვარებული, რა ვიცი, ყველას უყვარს, მაგრამ აი ვგიჟდები თან შვილებიც კი მელოდებიან და ოჯახი, მაგრამ აი მე ჩემი ქუთაისი მიყვარს და სულ იმაშვები რომ აი მე ქუთაისელი ვარ და მაგარი გოგო ვარ და რაღაც ის მეფერები ჩემთვის და შევედი და არ ველოდებოდი და ამ სიტყვას თუ გავიგონებდი სულ ველოდებოდი როდის მეტყოდნენ და ვზივ ვარ ხა ძალიან ისე ჩვეულებრივად როგორც მიჩვევია ხოლმე კაი ტიპი ვარ აი კაცექიმის წინ და ცოტა ვერა ვარ მაგრამ ამას არ ვიტყობ და მეთქი ექიმი დავჯექი თუ არა სკამზე მეუნება ძალიან კარგი ნიუსი გვაქვს შენთვისო რემისიაში ხარ აი რემისიაში აი წამოვდექი ვაიმე მეთქი ღმერთო სიტყვა რემისია ჩემი სამყარო თავს აი გამოატრიალა და მივხვდი რომ რა ბედნიერება ყოფილა ამ ერთი ციდა სიტყვის გაგების მოსმენა და იქიდან გამოვედი აი მე ისეთი სუბუქადო ვიგრძენით საკუთარი თავი რომ მეგონა რომ დავფრინავდი და პირველი კოლი გავაკეთე ლევანთან რომ ლევანი არის ყველაზე ჩემი დიდი გულშემატკივარი და რო ვუთხარი მისი ბედნიერი სახე არასოდეს დამავიწყდება და მინდა რომ ესეთი ლამაზი სიტყვები ჩემ ცხოვრებაში ყოველი სამთვიანი ჩეკაპების შემდეგ მრავლად იყოს დარწმუნებული ვარ ესეც იქნება შეიცვალა თუ არა შენი შიშები რაც მანამდე ქონდა ამ რემისიამდე რა თქმა უნდა რომ მითხრათ რომ რა რისი გეშინია ადამიანმა რომელმაც სიკვდილის შიში დაძლია მგონია რომ მას არაფრის ეშინია არ მეშინია იმიტომ რომ საკუთარი თავი ბოლომდე ღმერთს მივანდე მგონია რომ ამ გადაწყვეტილებით სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც უფალს უთხარი, რომ უფალო იყოს ნებაშეთი. ყველაზე გულწრფელად უთხარი და მივხვდი, რომ მაშინ განვთავისუფლდი ყველა შიშისაგან. ზოგჯერ სულისმიერ მუსიკას ვრთავ ხოლმე ჩემში. და ცოტა ისეთი რთული დღეები რომ მაქვს და აი წარმოვიდგენ ხელგაშლილი როგორ სიამოვნებს ის შეგრძნება, რომ შიში არა მაქვს და აი როგორ ვგრძნობ თავს შიშის გარეშე, რომ ხვალ შეიძლება არ ვიყო. მაგრამ მე ხვდები, რომ ხვალ თუ არ ვიქნები, დღეს ხომ მაგრად უნდა ვიყო და ხვდები, რომ აქ ყველა შიშს მოვუგე, ყველანაირ შიშს მოვუგე, რაც საკუთარ თავთან მქონდა. ბავშვებს როგორ მიაწოდე ეს ამბავი და რამდენად არიან ბავშვებზე როგორ საუბრო? კი, ბავშვებთან დაკავშირებით ბავშვებს რაც შეეხება, ბავშვებმა ყველაფერი იციან. შენ უთხარი? კი, მე ვუთხარი, თითქოს ლევანი ცდილობდა, რომ იცი ბავშვებს მოდი არ უთხრათ, მაგრამ ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, ეხა ეს ცხოვრებისეული ყველაზე დიდი პრობლემა და მინდა რომ ჩემმა შვილებმაც იცოდნენ მის დედას რასთან უწევს გამკლავება. იცი რატო? მინდა რომ მაგალითი ვიყო საკუთარი თავისათვის პირველ რიგში, რომ ხვალ დამჭირდეს და გავიხსენო რომ ეს გუშინდელი ქრისტინა სად არის? და მაგალითი მინდა ვიყო ჩემი მაკუნასთვის, მაგალითი მინდა ვიყო ჩემი დათასთვის, თუ კი რაიმე ისე ვერ წავიდა, მინდა რომ იცოდნენ, რომ მისმა დედამ სიცოცხლის ბოლო წუთამდე პირმცინარმა გულში ბევრ დარდით სავსემ მაინც არ დაყარა ფარხმალი. არ აქვს მნიშვნელობა რითი დასრულდება ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი. მაგრამ იმიტომ რომ მე გამარჯვება უკვე ვიპოვე. მე ვარ სარკე საკუთარი შვილებისა. მე ვარ გმირი მათთვის და ზოგჯერ მაკუნა მეტყვის რომ დედა უშენოთ ვერ ვიქნებით. შენ კარგად უნდა იყო. დედა როდის ჩამოხვალ, როდის ჩაგეხუტები? დედა ხო წამიყვან შენთან? მე კლინიკაში წაყვები, ექიმთან წაყვები. იცი, საინტერესო გავხადე. მე საინტერესო გავხადე ჩემ დიაგნოზთან ერთად ჩემი შვილების სიცოცხლეს, იმიტომ რომ მათ დავაფასებინე, რომ
ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და მოდი დედიკორა ძალიან ლამაზად უნდა ვიცხოვროთ ტკივილებით, გულში ტკივილებით, მაგრამ პირზე სულ აკრული ღიმილით. ქრისტინე, ადამიანები უმეტეს შემთხვევაში ესე ხმამაღლად ვერ საუბრობენ უბრალოდ ამ ყველაფერზე. რა გაძლევს ამის ძალას? ვცდილობ სოციალურ ქსელში აქტიური ვიყო. აქტიური ვიყო არა ეხა გულწრფელი ვარ არა სხვებისთვის, იმიტომ რომ საკუთარი თავისთვის მჭირდება და არის მომენტები, როდესაც პაუზას ვაკეთებ ხოლმე, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ რაღაცა გადამტვირთვა სოციალურმა ქსელმა და ვჩერდები. და თქვენ უნდა ნახოთ, როცა შევჩერდები და მე ხელახლა ვიწყებ რაღაცა ვიდეო რილის ჩაწერას, აი როგორ მაგრა ვგრძნობ თავს, რომ ის დაგროვილი ემოცია აი ბოლომდე ამოვიღე და ბოლომდე ვთქვი, ჩემებურად, ჩემი ინტერპრეტაციით, მე ხო ინდივიდუალური ვარ და ყოველთვის ვეუბნები ადამიანებს, რომ მოდი თქვით, თქვენი სატკი ვარი, გამოხატეთ ემოცია, ლამაზად გამოხატეთ. ეს არის ხსნა, ერთ-ერთი ხსნა ამ ყველაზე რთულ დროს და მგონია, რომ ყველამ უნდა გაბედოს თავისებურად, ინდივიდუალურად, გადმოსცენ ემოციები, თქვენ რა ტკივათ, რა აწუხებთ, მაგრამ ერთი ჩემგან კარგი რჩევა იქნება, რომ არასოდეს საკუთარი თავი მსხვერპლის როლში არ დაინახონ. მე მსხვერპლი არა ვარ. მე ამ თამაშის ძალიან მთავარი მონაწილე ვარ და მე და ჩემი დიაგნოზი იმდენად კარგად ვართ ერთმანეთში, რომ მე მსხვერპლის როლი უბრალოდ არ მომიხდება. დაავადება რომ ეხლა აქ ჩვენ შორის იჯდეს. ხო. რა სეტყოდა? რა სეტყოდი იცი? ავი ისეთი მაგარი ტიპი ხარ, მეც მაგარი ტიპი გავხადეთ, ხო? მართლა გეუბნები, გულწრფელად გეუბნები. იმიტომ რომ ხშირად ვესაუბრები. და რას პასუხობს? მაგრა უყვარ ვარ. მახველებს ხოლმე უჰაერობა მაქვს და რაღაცა მედიკამენტებს რომ მივიღებ, მე ეს უჰაერობა გადის და ვეუბნები რომ კაი, ნუ გაახურე რა. ჩვენ ხო ერთი ვართ, აღარ მატკინო. უბრალოდ იყავი ჩემში და ვიცხოვროთ ასე ერთად. ვიღაცისთვის ეს იგიჟია, მაგრამ ჩემთვის გადარჩენის გასაღები ეს არის. ხო, აქ ვერავინ ვერ იხედება ჩემი კიბოსა და უფლის გარდა. ამიტომ ჩვენ სამნი ვართ. მოგებულები, სამი ერთად ვართ. რისთვის ხარ მადლიერი დღეს? მადლიერი ვარ, რომ ეხა თქვენს წინ ვსივარ. მადლიერი ვარ, რომ სუნთქვა შემიძლია. მადლიერი ვარ, რომ არ მტკივა. მადლიერი ვარ, რომ ვხედავ სამყაროს ამ ლამაზ ფერებში, ბევრი ტკივილის, ტანჯვის მიუხედავად და მადლიერი ვარ უფლის, რომ სხეულის ტკივილი განმაცდებია მარტო და არა სულის. შენ ახლა გააქვს საშუალება, რომ მიმართო სხვა პაციენტებს, რომლებიც სხვადასხვა დიაგნოზთან ერთად ცხოვრობენ. რა სეტყოდი მათ? ვეტყოდი ესეთ რამეს. მიცნობთ თუ არ მიცნობთ? მე მგონი ჩემი შენთან დიალოგიდან გამომდინარე, კარგად იგრძნობს ადამიანი ჩემს შინაგან მეს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრი ახლოს არ მიცნობდეს. ერთს გეტყვით, თუ კი რაიმე კარგი, სასიამოვნო, გულწრფელი ემოცია ჩემგან დაინახეთ, ძალიან გთხოვთ, თქვენებურად ინტერპრეტაცია გაუკეთეთ და თქვენში გადაიტანეთ და ერთ ლამაზ სიტყვებს დავუტოვებ ადამიანებს. შეხედეთ სამყაროს ჩემი თვალებით და დამერწმუნეთ. ცხოვრება იმდენად ლამაზ ფერებში წარმოგიჩნდებათ, არასოდეს მოგინდებათ რაიმე ცუდზე ფიქრი. იცი რა მეკითხო? თუ სწორად გამიგებ, აი ამ ყველაფრის უკან, ამ ყველაფრის მიღმა, რა იმალება? ამ ყველაფრის მიღმა იმალება, რა არის, რასაც მალავ? ამ მიღმა იმალება, სევდიანი, ცრემლიანი, გაბუტული არა, მოწყენილი, გულჩათხრობილი,
პატარა ქრისტინე. პატარა რატო არ ვიცი? აი რაღაცათო მე პატარავება საკუთარი თავი. შეიძლება პატარა, იმიტომ რომ უნდა გავიზარდო და ბევრი წელი რომ ვიცოცხლო, ალბათ შინაგანი მე ამას განაპირობებს, რა ხდება, არ ვიცი და ეს სევდიანი გოგო მყავს. სევდიანი, რომელიც ხშირად მუსიკას რო უსმენს, თვალებიდან არ მოდის ცრემლი. გულში სულ ცრემლებად იღვრება. აი გულში არის ძალიან გულჩათხრობილი და ძალიან ისეთი ფაქიზი, ნაზი და არ უნდა რომ ეტკინოს. მაგრამ იცის რომ ეს ტკივილი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. აი ეგეთი გოგო იმალება ჩემში. ქრისტინე, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენთვის. ამ გულწრფელი საუბრისთვის, ამ შეუპოვრობისთვის და დარწმუნებული ვარ, ყველა ის ადამიანი, არა მარტო ის ადამიანის დიაგნოზით, უბრალოდ ყველა ადამიანი ამ ჩვენი საუბრიდან, როდესაც მოისმენს, რაღაცას სათავისოდ წაიღებს. იმედია. გულწრფელად ძალიან დიდი მადლობა და ძალიან საინტერესო მესიჯები იყო შენგან, რაც მოვისმინეთ. დიდი მადლობა თქვენ ამ შანსისათვის. არ ვიცი ეს ყველაფერი ღმერთის მიერ ხდება ამ სამყაროში და მიცით როგორ მჭირდებოდით? აი ძალიან მჭირდებოდით. აი თევს რო წყალში უცებ ჩაყვინთვა და სულის ამოთქმა უნდა ისე მჭირდებოდით, იმიტომ რომ რამდენიმე დღეა ცოტა ვერა ვარ. დღე არა, რამდენიმე თვე. და ეხა ახალ ჩეკაპს ველოდები რამდენიმე დღეში და არ ვიცი ექიმი რას მეტყვის და აი ეს შანსი რაც თქვენ მე დღეს მომეცით, ეგ ემოცია რაც გამომახატინეთ, ეგ არის ის რაც მომავალში ხვალზე მასე თუ დამჭირდა გადამარჩენს და მადლობა თქვენ ამ შანსისათვის. აუცილებლად და შენი სიტყვებით დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება. ქრისტინე, Magnetic Space-მა გამოგვიგზავნა შესანიშნავი საჩუქრები. მე მინდა არჩევანის საშუალება მოგცე, გვაქვს ვარდისფერი და წითელი, რომელსაც აირჩევ გადმოგცემ დიდი სიამოვნებით. ვარდისფერს ავირჩევ. კი ბატონო. ეს არის მათი საჩუქარი. დიდი მადლობა. ჩემთვის და შენთვის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. დღეს ჩვენი საუბარი მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო იყო. თუ თქვენც ესე მოგეწონათ და გაინტერესათ და სიამოვნებით უსმინეთ ჩვენს პოდკასტს, ძალიან გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი გვერდები Facebook-ზე, TikTok-ზე და გამოყვეთ YouTube არხზე. შემდეგ ეპიზოდამდე.